ნამდვილად იცით, რომელია ის ერთადერთი გზა თქვენს ინფრასტრუქტურაში, რომელიც კიბერდამნაშავეს მიიყვანს კომპანიის ყველაზე კრიტიკულ აქტივამდე? დღეს ამ კითხვას გავცნობთ პასუხს და გავარკვევთ, თუ როგორ ეხმარება Tenable-One-ის ახალი ფუნქციონალი Attack Path Validation-ი ორგანიზაციებს ამ გზების დროულ აღმოჩენაში და ეფექტურ მოჭრაში. Vulnerability assessment ინსტრუმენტები ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა ეს ინსტრუმენტები გვიჩვენებს მხოლოდ მოწყობილობის ჩამონათვალს კრიტიკულობის მიხედვით და სრულყოფილად ვერ გვიჩვენებს მოწყობილობის კონტექსტს და კომპანიისთვის რეალურ საფრთხეებს. ამ თვალსაზრისით Breach and Attack Simulation და Security and Control Validation პლატფორმები ერთი ნაბიჯით წინ არიან. ისინი გვიჩვენებენ კონკრეტული შეტევის ჭრილში, რამდენად მოწყობილია ჩვენი კომპანია და რამდენად მარტივად განსახორციელებელია ესა თუ ის შეტევა ჩვენი კომპანიის ინფრასტრუქტურაში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შეტევის სცენარი შეიძლება კარგად გათვლილი და დეტალურად გარჩეული იყოს, სრულყოფილი ხედვა მაინც არ გვაქვს ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ესა თუ ის მოწყობილობა რამდენად კრიტიკულია, კონტექსტუალურად შეიძლება გამოგრჩეს თუ ვინ არის ყველაზე მოხმარებელი კომპანიაში, ან სიტყვაზე რომელია ის მოწყობილობა, რომლის კომპრომიტაციის შეიძლება კომპანიას მიადგეს ყველაზე სერიოზული ზარალი. Tenable-One Attack Path Analysis გვთავაზობს ზუსტად კონტექსტუალურად გამდიდრებულ ინფორმაციას, მონაცემებს კომპანიაში არსებულ მოწყობილობებთან დაკავშირებით და მოწყობილობების ჩამონათვალის გარდა ასევე გვთავაზობს იდენტობების მოწყობილობას, OT ინფრასტრუქტურის სისუსტეებს, ქსეული ინფრასტრუქტურის სისუსტეებს და უამრავ სხვას, რაც საბოლოო ჯამში შეტევის რეალურ სურათს და რეალურ სცენარს გრავს. Tenable-One Attack Path Analysis გვიჩვენებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ მოწყობილობებს, არამედ თუ როგორ ერთიანდებიან მოწყობილობები და სისტემები ერთიან ჯაჭვში და როგორ შეგვიძლია ამ ჯაჭვში მარტივი გაწყვეტა. Tenable-One Attack Path Validation-ი გვეხმარება შეტევის მოდელირებაში და იმ ერთადერთი სისტემის, ერთადერთი მოწყობილი წერტილების აღმოჩენაში, რომლის დროულად აღმოჩენით შეტევას ავირიდებთ თავიდან. Tenable-One Attack Path Analysis გვიჩვენებს არა მხოლოდ იმ მოწყობილობას, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, არამედ იმ წერტილს, საიდანაც დავიწყოთ. კომპანიის CISO-სთვის ეს ნიშნავს ბიზნეს მორგებულ პრიორიტეტებს და რესურსების ეფექტურ განაწილებას, კომპანიის საინჟინრო გუნდისთვის, შეტევის გამოძიებისთვის და შეტევაზე რეაგირებისთვის უფრო მეტ დროს და ასევე Security Operation Team-ისთვის შეტევის დროულ აღმოჩენას და შეტევის თავისებურ პრევენციას. ახლა კი გადავინაცვლოთ დემოზე და ვნახოთ, როგორ გვეხმარება Tenable-One-ის პლატფორმა პოტენციური შეტევის ვიზუალიზაციაში დროული რეაგირების მოხდენა. კარგით, ახლა გადავინაცვლოთ პრაქტიკულ ნაწილზე Tenable-One-ის დემოზე და ვნახოთ ჩვენთვის საინტერესო ფუნქციონალი Attack Path Analysis, რომელ კომპონენტს მიეკუთვნება და სად უნდა მოვზავნოთ Tenable-One-ის workplace-ში. Attack Path Analysis გახლავთ Exposure Management-ის შემადგენელი ნაწილი, შემადგენელი კომპონენტი, რომელიც სხვა ანალიტიკის ინსტრუმენტებთან ერთად გვაძლევს საშუალებას ვიზუალურად ვნახოთ და ვიზუალურად შევაფასოთ პოტენციური შეტევები ჩვენს ინფრასტრუქტურაში არსებული მოწყობილობების ჭრილში. Attack Path Analysis ფუნქციონალი, Attack Path Analysis შესაძლებლობა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში არსებული კრიტიკული აქტივების რაოდენობა. ეს აქტივი შეიძლება იყოს ფიზიკური მოწყობილობა, როგორც არის workstation-ი ან სერვერი, ვირტუალური მოწყობილობები, თქვენი ქსეული მოწყობილობები, იდენტობები, ანუ Active Directory-ის აკაუნტები, ასევე OT მოწყობილობები და ყველაფერი ის, რასაც შეიძლება დაერქვას კრიტიკული აქტივი. გარდა ამისა, შეგვიძლია ვნახოთ პოტენციური შეტევების ჯაჭვის ჯამური რაოდენობა. სტენდზე გვაქვს 31000, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ეს მარტო დემო სტენდია და რეალური კომპანიის შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით უფრო დაბალი მაჩვენებლით უნდა იყოს გამოხატული და ასევე Top Attack Techniques ამ შემთხვევაში თვითონ Tenable-ი გვთავაზობს კონტექსტუალურ შეფასებას და ანალიზს დრო ინფრასტრუქტურაში და თქვენი ზომის გეოგრაფიული ლოკაციის და მსგავსი და იდენტური საქმიანობის კომპანიების შემთხვევაში რომელი შეტევის ტექნიკები ყველაზე გავრცელებულია და პოტენციურად
რომელ ტექნიკებს და შეტევის რომელ სცენარებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. გვაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული ტრენდის განხილვის შესაძლებლობას, ხო, trend attack passes, როგორც ხედავთ, logbit საფრთხე, logbit ransomware შეტევა, ransomware as a service შეტევა, კვლავ ასე ვთქვათ, მოწინავე პოზიციებს იკავებს და როგორც ხედავთ, შეტევების უმეტესობა attack pass ჩამონათვალში უმეტესობა შიფრატორი და ransomware ტიპის შეტევებს უკავია. ასევე ანუ შეგვიძლია დროის ჭრილში, ხო, შევაფასოთ ზრდის და კლების ტენდენციები, ხო, რამდენად გაიზარდა კრიტიკული აქტივების რაოდენობა ან რამდენი შემცირდა, ასევე ტექნიკების ჩამონათვალში შეგვიძლია ვნახოთ, ხო, კრიტიკული ტექნიკების რაოდენობა იზრდება კლებულობს თუ უცვლელ მაჩვენებელზე რჩება. ხო, დროის ჭრილში და დროის პერსპექტივაში საკმაოდ სასარგებლო რესურსია. ახლა გადავიდეთ უშუალოდ attack pass-ის კომპონენტზე, ვიზუალურ კომპონენტზე, რომელიც გვიჩვენებს რა კომპონენტებისგან, რა აქტივებისგან შედგება პოტენციური შეტევა, ხო, რომელი აქტივები შეიძლება ჩავთვალოთ შეტევაში ჩართული და რა აკავშირებს ამ აქტივებს ერთმანეთთან. მაგალითისთვის განვიხილოთ და ვნახოთ ერთ-ერთი გრაფიკი, ხო, ამ შემთხვევაში გვაქვს ოფისის თანამშრომლის ჩვეულებრივი მოხმარებლის მოწყობილობა და ადმინისტრატორის აკაუნთი და ასევე ესე ვთქვათ ის საშუალება, ხო, ის მოწყობილობა, რითაც მიიღწევა კიბერდანაშაულისთვის სასურველი მიზანი. შეგვიძლია ასევე აქტივის ჭრილში განვიხილოთ და ვნახოთ აქტივის მონაცემები, იქნება ეს USFQDN-ი, IP მისამართი, ასევე ვის ეკუთვნის ესა თუ ის მოწყობილობა და ფიზიკური და პროგრამული მახასიათებლები გააჩნია, ხო, ჩვენთვის საინტერესო და ჩვენს სამიზნე აქტივს და ასევე ტექნიკების ჩამონათვალი, ხო, რაოდენობით რომელი ტექნიკი შეიძლება ისარგებლოს კიბერდანაშაულს ამ კონკრეტული აქტივის კომპრომიტაციისთვის. ასევე შეგვიძლია ვნახოთ ადმინისტრატორის იუზერის მოწყობილობა, ხო, და კონკრეტულად განვიხილოთ იდენტობა, როგორც ჩვენთვის საინტერესო და კრიტიკული აქტივი. ეს ინსტრუმენტი შეიძლება გარკვეულწილად შევადაროთ Bloodhound-ის ინსტრუმენტს, რომელიც გვეხმარება Active Directory-ის შირებში ვიპოვოთ პოტენციური შეტევების კვალი და ასევე გავაანალიზოთ პოტენციური შეტევების გზები, თუმცა Tenable One Attack Pass ანალიზის გვაძლევს საშუალებას მთლიანი ინფრასტრუქტურის ჭრილში, ხო, ყველა აქტივის ჩათვლით მივიღოთ ჩვენთვის სასურველი და ჩვენთვის საინტერესო კონტექსტი, პლუს ამას ასევე შესაძლებელია Tenable One Attack Pass ანალიზის ფუნქციონალი შევადაროთ EDR-ის ფუნქციონალს, თუმცა EDR-ის შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ უკვე მომხდარი შეტევის გამოძიებას, ხოლო Attack Pass Validation-ის Attack Pass ანალიზის შემთხვევაში ვახდენთ შეტევის მოდელირებას, ეს მოდელი ეფუძნება რეალურ მოწყობილობებს და რეალურ სისტემებს და შესაბამისად გამოსწორების და შეტევის პრევენციის გზებიც საკმაოდ რეალისტურია და გამოყენებადია ჩვენს ინფრასტრუქტურას. ასევე, თუ დავბრუნდებით შეტევების ჩამონათვალში, შეგვიძლია ვნახოთ, რომ ანალიტიკოსის ინსტრუმენტებში გვაქვს გამზადებული კვერების ბიბლიოთეკა, ხშირად გამოყენებული და ყველაზე რელევანტური კვერების ბიბლიოთეკა, ასევე გვაქვს query builder-ის ფუნქცია, ხო, რომელიც ფილტრების დამატებით და ფილტრების დაყენებით დაგვეხმარება ანალიტიკოსისთვის, ანალიტიკოს დაეხმარება
ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს გაეცეს პასუხი და ასევე საჭიროების შემთხვევაში Tenable One-ს ასევე გააჩნია AI ასისტენტი, რომელიც სპეციფიური queries აწყობის გარეშე დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, მაგალითად, ჩემს ინფრასტრუქტურაში რომელია ყველაზე კრიტიკული ან 10 ყველაზე კრიტიკული აქტივი, რომლის კომპრომიტაციითაც შესაძლებელია კომპანიამ იზარალოს. შეტევის ტექნიკების თვალსაზრისით, ტექნიკების ჭრილში შეგვიძლია ვნახოთ წყარო, ანუ საიდან იწყება შეტევა, ხო, ანუ ის ერთადერთი კრიტიკული წერტილი, რომლისაც ვითაც შეგვიძლია მოვახდინოთ შეტევის პრევენცია, ან შეიძლება წყაროდ განვიხილოთ ის მოწყვლადობა, ხო, რომლის დაპაჩვით და რომლის გამოსწორებით შეგვიძლია მოვახდინოთ შეტევის პრევენცია და პოტენციური სამიზნეები დიდია და აღემატება საწყის წერტილების რაოდენობა. და ბოლოს შეტევის ჰიტმეპი, MITRE-ს მატრიცის თავისებური შესრულება, ხო, ანუ Tenable ადაპტირებული და მორგებული ATTCK-ის ჰიტმეპი, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტულად, რომელი ტაქტიკები და რომელი ტექნიკები რელევანტურია ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. როგორც ხედავთ, Enterprise Matrix-ის ადაპტირებული ვერსია გვაქვს ინტეგრირებული Tenable One პლატფორმაში და ასევე ICS აქტივების, ხო, ანუ ICS მატრიცის განხილვაც შეგვიძლია თავისი დამახასიათებელი ტაქტიკებით და ტექნიკებით. და ასევე შეგვიძლია, ანუ კიდევ ერთი კომფორტი შეგვიძლია ოპერაციული სისტემის მიხედვით დავალაგოთ და გავშუტროთ ჩვენთვის საინტერესო ტექნიკები, ან სიტყვაზე ინფრასტრუქტურის ტიპის მიხედვით. საბოლოო წერტილები, ქსაური ინფრასტრუქტურა, cloud ტექნოლოგიები, თუ სიტყვაზე კონტეინერიზებული ინფრასტრუქტურა, ხო, ანუ შეგვიძლია ჩვენთვის საჭირო და ჩვენთვის ამ კონკრეტულ მომენტში საინტერესო ფილტრი დავადოთ და გავარკვიოთ თუ რომელია ის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს კიბერდანაშაულის საბოლოო მიზნამდე. თუ გსურთ სწორად განსაზღვროთ, რაზე უნდა მოვართოთ რესურსები, პასუხი მარტივია. არ არის საჭირო ყველა მოწყვლადობის პარალელური და ერთდროული გამოსწორება. მთავარია აღმოვაჩინოთ ის ერთადერთი, რომელთაც შეიძლება დაიწყოს პოტენციური შეტევა. Tenable One Attack Path Analysis გვაძლევს სწორად კონტექსტუალურ ხედვას, რომელიც ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე გახლავართ მაიკო სვანიძე, კომპანია 42 Digitalis კიბერ თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს კი იყო პროექტ NeoDT-ის მორიგი ეპიზოდი. შევხვდებით მომავალ ვიდეოებში და გახსოვდეთ, კიბერუსაფრთხოება იწყება ხედვით.